შორის მამათა ჩვენთანი კოლექტივური მთავარეპისკოპოსისა ზისა დამორჩენოს ითა მამათა ჩვენთან და ვიცისა მამისა ჩვენის ეროვნისა და ადობისა და მოსწავლეისა და კათოლიკოსის რომის სათანადო კოლექტივის სახელმწიფო სოფლის ჩვენთვის ასტამარატიკა კომიტეტის სამდე Videolaşında ne toplayan videolaşında kamuoyuna bakıyoruz kamuoyuna zaten uğraşıyoruz siyasi demokratlı uğraşan montasyonda video maması sadece başarısıysa atlamarında konuşuyoruz Salmini kadar aynı yapsakalı böyle de bilmiyorum yaşatıyor. Katolik hastalıkları bir tane anlatmak istiyorum. Gözaltına vakıfına bir hazırda bir set ödülü falan borçlar bir borçlar bir harcan zaten katına hazır bir mezarın içine süper havuzlu böyle mantıklı şeyler falan yaşatıyor. დღეს ყველამ ვიცით უნდა შემდგარიყო 22 საათზე საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში პირდაპირ დებატები ამირან გამყრელიძისა და ჩვენ შორის. მიუხედავად ამირან გამყრელიძესთან ორჯერ პირისპირ შეხვედრისა და მისგან დაპირებისა დღეს მან უარი განაცხადა და არ მოვიდა იმ მიზეზით რომ არ იმყოფება ქალაქში და შეხვედრის სავარაუდო რიცხვი არის 16 ნოემბერი. ეს არ არის ამირან გამყრელიძის პირველი ტყუილი. 2 წლის განმავლობაში ის ერთმანეთს უპირისპირებს საზოგადოებას და ხელისუფლებას თავისი არასწორი რეკომენდაციებით. ქვეყანაში გაამეფა დისკრიმინაცია და აპარტეიდი და ის არის მეხუთე კოლონა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ პრემიერის ქვეყანაში დაბრუნებისთანავე ჩვენი ჯგუფი მოითხოვს მასთან და ქაბატონ ეკატერინე შეხვედრას, რათა დაამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში ამირან გამყრელიძის სიძღვის ეპოქა. ეს იყო ის განცხადება, რომელიც უნდა გამეკეთებინა, რადგან სულ რამოდენიმე წუთია ამის შესახებ გვეცნობა და მიუხედავად საზოგადოებრივი ტელევიზიის ამ გიორგი კვიმრაძის მცდელობისა დღეს ვერ შედგა ეს დებატები. მადლობა. მოგესალმები და მადლობას გადაგიხდით ყველას. პირველი რაც მინდა გითხრათ, ის პროგი რომელიც დღეს ჩაატარეს და ბოლო წუთებზე გავაგებინეს, რომ ისინი არ მოვიდოდნენ, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ნამხელას სიხალბეში, ნამხელად ყუილში გვაცხოვებენ ამ 2 წლის განმავლობაში. როგორ შეიძლება ჩვენ ვენდოთ ადამიანს, რომელიც საკუთარ სიტყვას ასე აცცევს პატივს, საკუთარ ღირსებას ლახავს ფეხვეში, ის თქვენს ღირსება შეინახავს, ის თქვენ დაგისავთ, არავითარ შემთხვევაში. ის არის მართული, ის არ მართავს სიტუაციას თვითონ. ის არის, როგორც აკითხვა განცხადებაში, მეხუთე კოლონა, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანას, რომელსაც არ უნდა ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლის გადარჩენა. პირიქით ყველა მისი ნაბიჯი, ყველა მისი რეკომენდაცია იყო სახელმწიფოს ეკონომიკის, სოციუმის, გრევისკენ მიმართული. ეს მიმართ შიშის გაჩენა, უნდობლობის გაჩენა თორმე გააჯანსაღებს საზოგადოებას და დაიცავს მიმჭამტელობას. ეს არის ყუილი. აი აქ ამ საკაღალდეებში არის უამრავი დოკუმენტი, რომელიც არის ყველა უცხოური სანდო წყაროებიდან მიღებული. უმეტესი მათგანი არის ოფიციალური საიტებიდან აღებული ანალიზი. ანალიზი იმ შედეგებისა, რომელიც მოიტანა აი ამ 20 წლიანმა ვითომდაც პანდემიამ, ვითომდაც რატომ ვცით, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ვირუსი ჩინურ ლაბორატორიაში, მაგრამ კიდევ სად მიმდინარეობდა ეს კვლევები, რომლის მიზანიც იყო ჩვეულებრივი უწყინარი ვირუსების ფუნქციების გაძლიერება და ისეთი პათოგენის შექმნა, რომელიც მილიონობით ადამიანს მოკლავდა,
ეს კვლევები არ მიმდინარეობდა მხოლოდ უღანში. ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც ჯერ კიდევ პასუხგაუწებელია. ჩვენ მოვითხოვეთ ამირამ გამყრელიძის უწყებაში შესვლა. ჩვენ სპეციალისტებს გვინდოდა გვენახა, როგორ გამოყოფენ ვირუსს, როგორ ხდება ვირუსის იდენტიფიკაცია, მაგრამ მათ ეს ნაბიჯი არ გადადგეს. მოგწერეს თავიდან, რომ თითქოს ჩვენი უსაფრთხოებისგან გამომდინარე ისინი გვირჩევდნენ, რომ დისტანციურად გვენახა ეს პროცესი. ამაზე მიიღეს შესაბამისი პასუხი და იმის შემდეგ მათ პასუხი აღარ გაუწიათ, აღარ მიუწევივართ და როდესაც ჩვენ ბატონმა ლევანმა პირადად კითხავთ კავთისხევში ამირან გამყრელიძეს, გვანახეთ, მოსთხოვა უბრალოდ გვანახეთ სომატურად, როგორ გამოყოფ, როგორ განაცალკევებ, როგორ წმედ ამ პათოგენს. პასუხი იყო შოკის მომგვრელი. ბატონმა ამირანმა იცით რა განაცხადა? რა უნდა ვირუს მიკროსკოპშიო? თითქოს მას ისეთი ავტორიტეტი აქვს, ისეთი ცოდნა გააჩნია ამ სფეროში, რომ უკანასკნელი ჭეშმარიტებაა მისი სიტყვა. აი სწორედ ამ შეკრებით შეეშინდა. იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან ჩვენ, როგორც ნათქვამია, დეტალურად გიშვედეთ, მაგრამ ვისმენენ, იციან ჩვენი სატელეფონო ზარების შინაარსი და ძალიან კარგად იცოდნენ რა მასალებს ვლდადები. ამიტომაც გაგვეფრიათ და 11 წმობა ნახავთ აბა ბატონი ამირანი კიდევ გადათხოვ თავის სიტყვას. ბოლოს და ბოლოს ეხება იმისი გამბედაობა, რომ მოვიდეს და დაჭრეს პირდაპირ ეთერში. და ასევე მართალია, მას ერთადერთი გზა აქვს გაჩენილი. თუ მას უნდა, რომ ამ ქვეყანაში ეცხოვრებოდეს არა ფიზიკური განადგურების შიში, არა, მაგას არ გულისხმობ. ჩვენ გულისხმობთ იმ მორალურ, აი, მატირის აქტას, სადაც ქვია. თუ მას უნდა, რომ ეს რამენაირად წინე შეინარჩუნოს, მალე ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. მას საერთოდ არავინ აღარ ენდობა. ის არის სრულიად დისკრედიტირებული პიროვნება უკვე. და ამას ამტკიცებს მისი ეს ნაბიჯები, როდესაც იტყვისებს, აკეთებს მეორე. სადაც მოდის, რამდენი ხალხი შევიკრიბეთ. და აი ეხლა გავაცნობენ, არა რამოდენიმე წუთის. ეს არის დაცინვა ხალხო. და ეს დაცინვა ისეთ ამ განაპირობა. აი ჩვენმა სიმცირე. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი ვიყოთ, 10,000-ობით რო ვიყოთ. ის ამას ვერ გამიგავს, მაგრამ იმას იმედია, რომ აი ეს ერთი მუჭა ხალხია, ვინც შეფინალზე რაღაცას აკეთებს და მე შემიძლია მათ დავცი. არ უნდა გავუვიდეს ესეთი რაღაც მას. ამიტომ ყველა ფირმათა უამრავი ტელეფონი, უამრავი კამერა მუშაობს. ყველ საქართველოს პროგრამავს. მეგობრებო, როა გაიგრძნოთ კი არა, უკვე ძალიან გაგიხანძლიდა ეს ძილი. ძილბუში გადაგივიდა. გუთუ თქვენ ვერ ხვდებით, რომ ამ ადამიანს არ შეიძლება ებხრას სადავეები ქვეყნის და ჩვენი სიცოცხლის განკარგვის. ეხლა 5-დან 12 წლამდე ბავშვები 10 წლამდე ლაპარაკობენ. ამერიკაში უკვე მისცეს ნებართვა. ჩვენთან 12 წლიდან უნდა ააცნოს ბავშვები. ეს არის კატასტროფა. ეს არის გენოციდი. და აგერ აი ამ დოკუმენტებში სულ ახალი კვლევებია მოტანილი. ბრიტანეთში 62%-ით გაიზარდა 4 კვირაში ბავშვების სიკვდილიანობა ვაქცინაციის შედეგად. 62%-ით შარშანელთან შედარებით. ეს არის კატასტროფა ხალხო. იქის გაორმაგდა. და იგივე ველოდება ჩვენ შვილებს იგივე ველოდება. და ყველაზე მთავარი კიდე 31 მარტს ორი ოქტომბერს აი ახლა რამოდენიმე დღის უკან, 2 დღის უკან გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც ნათლა დაჩვენა, აი რა ზოგს ემართება რაღაც გაფულება, ზოგს არ ემართება. აი ამ კვლევაში არის ეს ამოცანა ამოხსნილი. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? აღმოჩნდა და ეს არის ოფიციალური დოკუმენტების გაანალიზების შედეგი. აღმოჩნდა რომ ფაიზერის მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა ხო არის გადანობრილი. იმას აქვს თავისი უნიკალური ნომერი. აი აქ აღმოაჩინეს რომ ამ ნომრებიდან, ანუ წარმოებული ეგრეთ წოდებული ლოტებიდან, პაკეტებიდან 5%-ია მხოლოდ ის ნომრები, რომელთა ფარგლებში დაიხოცა 100% ადამიანის, ანუ ვინც კი გარდაიცვალა, იყო ზუსტად აი ამ 5%
ვაქცინებით აცვლილი. დანარჩენი 95% საერთოდ არანაირი გართულება არ ჰქონია. მეორე დოკუმენტი, რომელიც ასევე დევს ამერიკის ოფიციალურ სახელმწიფო საიტზე, რომელსაც ქვია clinicaltrials.gov, ანუ government. იქ ნათლად წერია, ბოლო განახლება არის 27 ოქტომბერი 2021 წლის. იქ წერია, რომ Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური კვლევების ბოლო თარიღი მესამე ფაზის ბოლო თარიღი არის 2023 წლის 2 მაისი. ეს მითრაზე ელაპარაკი. ეხლაც მიმდინარეობს კლინიკური კვლევები ცოცხალ ადამიანებზე. არა ასე თქვა მოხალისეებზე, არამედ ყველას ძალას ატანენ და კვლევას ატარებენ. სწორედ ეს არის კვლევის მეთოდი, როდესაც ნაწილს აძლევთ მოქმედ ნივთიერებას, ხოლო დანარჩენს აძლევ პლაცებოს, რომელიც არ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას. ამიტომაც არის გადანომრილი ყველა ფლაკონი. ამიტომაც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 5%-ია ისეთი გამოყოფილი, ასე ვთქვათ, გადანომრილი ვაქცინების პარტიები, რომელმაც დახოცა ადამიანები, ხოლო 95% არ შეიცავდა ამ მომაკვდინებელ შანსს. და ამიტომაც მათ არაფერი დაემატა და ეხლა ის ხალხი გამოდიან და ამტკიცებენ, მე ავიცერი, არაფერი არ მომივიდა, შენც უნდა აიცნაო. ეს გეგმა, ეს არის ძალიან ეშმაკურად მოფიქრებული გეგმა. ეს ყველაფერი ჩვენ გავიგეთ და გვინდა ეს გაიგოს ყველა. ამიტომაც მოვედით ტელევიზიაში. ამიტომაც გვინდოდა მასთან პირისპირ დაჯდომა. ამაზე პასუხებს ვერ გავხსნეს, იმიტომ რომ ეს არის დოკუმენტები, ეს არ არის ჩვენი მოგონილი, ეს არის ფაქტები. მაგრამ აი ზუსტად ისი ეს დამალვა იმაზე მეტყველებს, რომ ის არის თანამონაწილე ამ ყველაფრის და ის ამაზე პასუხს აგებს, აუცილებლად აგებს. ფერას მოვითხოვეთ უკვე და მოვითხოვოთ. დიდი მადლობა ყველას გადაჭერით. ეხლა ჩვენს მეგობრებს გადავწევთ სიტყვას, იმიტომ რომ ძალიან გამიგრძელდა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთელ საქართველოს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის პირადად მათთვის. აი ეს მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა ყველაფერს. და ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძესთან კარგად დაიწყოს ამიდან გამყრელიძის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვლევა მის მიერ არასტერილ გარემოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება იმ ფაქტებზე, რომლებიც ამიდან გამყრელიძემ 2 წლის განმავლობაში დააგროვა და პასუხი ჯერ არავის არ მოუხმოვია. დარეგისტრირებულია განცხადებები და იმედია, რომ უმოკლეს პერიოდში დაიწყება ამ საქმის გამოძიება და ჩვენ მის შედეგებს აუცილებლად გაცნობთ. მეგაფონით კი უკვე გადავიდა ჩვიდან, იმიტომ რომ ის თქვილი გაჩვენს ქვეყანაში ამ ხნის განმავლობაში მუსირებს და მთავარი თქვილი რაც არის, რასაც ჩვენი გამყრელიძე ასე გვახვევს თავს, რომ მსოფლიოში პანდემია არისო. ზუსტად ეს საკითხი იყო დღეს დასაყენებელი. პანდემია რომ არ არის მსოფლიოში გამოცხადებული, რასაც ჩვენ გვაკვირვებენ ამ ხნის განმავლობაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ გამოუცხადებია პანდემია. არ გამოუცხადებია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეაფასა 2020 წელი როგორც პანდემიური მოვლენა თუ არა, როგორც პანდემია არ არის გამოცხადებული. ასევე არც ერთ ქვეყანაში ეპიდემია არაა გამოცხადებული. მაშინ რა საჭიროა აი ეს ყველაფერი? რას ემსახურება ეს ყველაფერი? თუ არა ის რუეს, იმ ხვის, რასაც აი ამ ხნის განმავლობაში გამყრელიძე და მისი ჯგუფი აი ასე მიწევნით ახორციელებდნენ ჩვენი ქართველების წინააღმდეგ. ფაქტიურად ჩვენ მოგვიწევს გენოციდი. ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია ვაქცინირებულებს შორის გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. მათ პასუხი მოგწერეს, რომ ამის არბიტრიანობას სტატისტიკას არ ვაწარმოებთ. აბა მედი ის სტატისტიკას აწარმოებთ. როდესაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში პირდაპირ წერია ვაქცინირებულები ვინც იქნებიან 1 წლის განმავლობაში დაკვირვება უნდა აწარმოოთ მათეო. მაშინ რას ემსახურება ეს ყველაფერი? რა საჭირო იყო ამ ვაქცინების შემოტანა, როდესაც ფაქტურად ქვეყანაში არ არსებობდა ამის საჭიროება? არ იყო არც ეპიდემია და მსოფლიოში კიდე პანდემია გამოცხადებული.
უბრალო ვირუსი, რომელიც ყოველწლიურად ჩვეულებრივად ვრცელდებოდა ჩვენს ქვეყანაში, იგივე ვირუსი არის. მეტი არაფერი არ ხდება. არც ერთი შემთხვევა არ არის. ექსპერტიზა არ აქვს ჩატარებული, პათანატომიური კვეთები არ აქვს ჩატარებული. ვისგან არიან ის 10,000 კაცი გარდაცვლილი? ხელს უვარდებენ, რომ კოვიდით არიან გარდაცვლილებიო. ტელევიზიის დავაშეროთ, დანაშაულია ჩადენილი. დანაშაულს მალავე, ხალხო. ამაშია საქმე. არც ერთი დიაგნოზი, რომელიც დასწრია ეპიდემიის ან პანდემიის, კოვიდით გარდაცვალების შესახებ. არც ერთი დიაგნოზი არ არის დადასტურებული. ის PCR ტესტები 60%-იანი ცნობილებით არის. უსარმაზარი ცნობილებაა მას და ის არ გამოიყენება დაავადების დასადგენად. გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დადგინდეს პათანატომიური კვეთი და ეგ შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებით. აი ამ დანაშაულს ჩადიან. ჩემთვის გაუგებარი იყო გუში მეგობარი შემდგა. გაუნებული ვიყავ შავები ეცვა ახალგაზრდა მოგონდა ვინმე რა მოგივიდათ მამა და ძმა გარდამეცვალო ვინი გარდაგეცვალა მეუთხარდა კოვიდიტო რა მოუვიდა სეფსისი განუვითარდაოდა კოვიდიო სეფსის არ ვითარებს ახლა მე არ ვიცი რომელი ექიმის თვიში დაдрია და ასეთი რამ რომ კოვიდი სეფსის არ ვითარებს სეფსის განვითარება სხვარანის განხდება არ მინდა ახლა დავაბომბეთო და აი არც იმ საავადმყოფოს დასახელება არ მინდა აქტიურად თითქმის ყველა საავადმყოფოებში ერთი და იგივე ხდება. გამოძიებაა ჩასატარებელი და დამნაშავეები არიან დასაშელები. საავადმყოფოში მარტო საწოლში რო წვება 150 ლარია გადასახდელი. მარტო ძოლის არ ვამბობ მე გამეთქვი და დაარჩენ მომსახურება. უსარმაზარი თანხებია ჩვენი ბიუჯეტიდან დასწრებული. საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს გამყრელიძის კლანს. აი ამ კოვიდ ისტერიაში ფაშისტში. ამიტომ მოუწოდებ ხელისუფლებას. მოუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს დაუყოვნებლივ შედგეს კომისია, საპარლამენტო კომისია და დაიწყოს გამოძიება. გამოძიება უნდა დაიწყოს ამ 2 წლის განმავლობაში. ამ 2 წლის განმავლობაში რატომ არ ხდება შესაბამისი სამეცნიერო კვლევები, რატომ არ მოხდა ამ ხნის განმავლობაში სამეცნიერო უნდაც კონფერენციის ჩატარება 2 წელია გასული. ახლა ჩვენი მოთხოვნით იწყება მზადება დიდი სამეცნიერო კონფერენციის ზუსტად კოვიდთან დაკავშირებით. ამ ხნის განმავლობაში დამალული იქნა ინფორმაციები მოსახლეობისთვის. იმდინარეობდა როგორც პირბადებთან დაკავშირებით წეწოლები მოსახლეობაზე, ასევე ვაქცინაციაზე, PCR ტესტებზე და უამრავ სხვა შეზღუდვებთან დაკავშირებით. საშინელება ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ხდება კიდე. თუ ერთად არ დავდექით, მთელი ერი არ გამოვიდა და ერთად არ შევებრძოლეთ, ამას არაფერი არ გამოგვივა. დღესაც ზუსტად ამან განაპირობა გამყრელიძის არმოსვლა და დამალვა. საქართველოში რა ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რომ ვერ მოეხერხებია ეს აქ მოსვლა. მას და მის მომავალის შეხვედრა კაპიტალურია. რა თქმა უნდა იცოდა ამ ხნის განმავლობაში მეტი არაფერი არ გავუკეთებია. დავხდით კიდევაც. ბოლოს ბატონი ზვიადის შეხვდა და ზვიადი პირდაპირ აღუთქვა ზვიადის. ბატონ ზვიადი, რა ახსენებთ იმ შეხვედრას? როდესაც ბატონმა ამინანმა ირანა მინისტრების კაბინეტი მოგზაურობ გამიჩნდა და შემდეგ დაიწყალა საერთოდ. ერი ქვეუნა დაგენილი. ამეროდეს მერეო გაგისაუბრებით გაგვიტყვის სამკედა ბატონი ამინანი დაჭდა მაგალითად გაიგო. აი ეს არის
აი ეს არ ყვებია გადაწყვეტილება რომ მწვანე პასპორტები იქნებაო. როგორც ცხოველებს განასხვავებენ და აძლევენ მწვანე პასპორტს და წითელ პასპორტს. ზუსტად მას ეგვიმირებენ ჩვენ დანომბვა და შესაბამისად საალგეთ დამოუკიდებელ პასპორტები გვექნება კიდე აცილებს და აუცილებს. ესაა სრული დისკრიმინაცია ერის გენოციდთან გათანაბრებული. კიდევ ვიმეორებ და მოგიწოდებ, არ შეასრულოთ ის რეგულაციები, რომელიცაა განკრელიძის მიერ მოწოდებული. ეს მან დაადასტურა, რომ ის იძლევა სრულ და არასწორ რეკომენდაციებს, ატყუებს ხელისუფლებას და მას სურს, რომ ხელისუფლება და მოსახლეობა დააპირისპიროს ერთმანეთს, რაც ფაქტიურად გამოსდის კიდევაც. წარმატებით ასრულებს აი ამ თავის გადაწყვეტილებას, ასე რომ ვთქვა, ვაქცინებზე. უარი პირბადებზე, იმიტომ რომ პირბადები არ შვების არაფერს, პირიქით უარეს მდგომარეობაში აღწევს, რომ ჩამწელობას და დაუშვებელი არის გაკეთება. როგორც ღია სივრცეში, ისე დახურულ სივრცეში. ამიტომ განკრელიძეს ურჩევნია ტექსტში არ გადადოს და მოვიდეს და ერთად გავარჩიოთ ეს საკითხები. შესაბამისად წავუყენებთ იმ ბრალსაც ამ ხნის განმავლობაში მთელი ერი უყენებდა მათ. უამრავი შეკითხვებია, რომელზეც პასუხი უნდა გაეცეს. ვალდებულია მათ პასუხი გასცენ ყველა შეკითხვას. ყველას გაგიჩნდათ შეკითხვა, რატომ არ შევდივართ ეხლა? იმიტომ რომ პირველი მიზეზი საერთოდ რო არ იქნება სრულყოფილი. ჩვენ თავდაპირველად ჰქონდა ესეთი პირობა, რომ საათნახევარი რაც არის სრული ქრონომეტრაჟი ამ გადაცემის დაეთმობოდა ამ დებატებს. მაგრამ ეხლა ისევ და ისევ პოლიტიკური ვითარების გამო ახალი ჩატარებული არჩევნები 1 საათი იქნება პოლიტიკური ბლოკი და მხოლოდ ნახევარი საათი იქნება ეს თემა. ეს არის თემის ჩაგრება. ეს არ არის სრულფასოვანი გამიშვილება. მეორე მიზეზი, თუ ჩვენ ეხლა შევავ, განკრელიძის მოთხოვნაა, რომ ის 11-ში აღარ მოვა. შესაბამისად, ეს არის ხმეგი და მათი მხრიდან, რომ აი ახლა თუ წამოვეგებით, დავხარჯდებით ამ საერთო დროს, მათ გონიათ, რომ ჩვენ საერთო დროისთვის ვივხვით, არა ბატონებო და თავბატონებო. ჩვენ ვივხვით იმისთვის, რომ ეს საერთო დრო გამოიყენოთ სიმართლისათვის. არა ეკრანზე გამოვიჩნდეთ, როგორც ზოგიერთი შეიძლება სწორდეს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი გამოჩენი ხალხმა გაიგოს სიმართლე. სადაც ეს სიმართლე უნდა ითქვას, თვალებში როცა ვუყურებთ განკრელიძეს მასში, არა სადღაც ესე აერში ვისაუბროთ ციფრები, არამედ პირადად უნდა მოვახსენოთ ის ყველაფერი და ისგან პირადად უნდა მივიღოთ პასუხები. აი ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. აი ესეთი ოფცია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისარგებლებთ სრულფასოვანი საერთო დროით. და ვიტყვით იმას ვისითქვათ, რამდენი ხანია გვინდა და უამრავი მასალა დაგეგმავდა და მისთვის კიდევ უარესი. აი ამ ორ კვირაში კიდევ უფრო მეტი მასალა დაიდება, კიდევ უფრო მეტად გავყარდება ჩვენი არგუმენტები და კიდევ უფრო მძიმე ბრალდებების მოსმენა მოუწევს, ვიდრე დღეს მოისმენდა. ასე რომ, მან ამ ნაბიჯი თავისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, იახ შეამსუბუქა. ის ამასაც თუ ვერ ხდება, მაშინ ძალიან ძილად ყოფილა ჩვენი ქვეყნის საქმე, იმიტომ რომ ის ერთდროულად არა მხოლოდ ექიმი ამ შემთხვევაში, ის არის პოლიტიკის განმახორციელებელი, ის არის პოლიტიკის ჩამომყალიბებელი და ის აძლევს მიმართულებას ქვეყანას და ასეთი არაადეკვატური ქმედებების განმახორციელებელი ადამიანი არ შეიძლება იდგეს ქვეყნის სადავეებთან. აი ეს არის ჩვენი პოლიცია და იმედი მაქვს, რომ ყველა გაიგებთ ამას ისე როგორც საჭიროა. პრემიერთან შეხვედრას. ამიტომ მომავალ ოთხშაბათს საღამოს 6 საათზე კანცელარიასთან ვაანონსებთ მრავალრიცხოვან აქციას. ამაზე 10-ჯერ მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. ვინაიდან პრემიერი ამავე დროს არის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, რაც მან გააშხერა კიდევაც სულ რამოდენიმე დღის უკან
და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება რომ მიიღოს ხალხის ხმა უნდა გაიგონოს. ძველი რომაელები ამბობდნენ vox populi vox dei, რაც იმას ნიშნავს რომ ხმა ერისა არის ხმა ღვთისა. აი ზუსტად ამ ხმის გასაყოლებლად უნდა შევიკრიბოთ ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანები. მიიღოს ჩვენს ხელისუფლებას და გამადავით ყოველდღიურ სიტყვას. მოგესალმებით ჩემო ქრისტეს მიერ ძმებო და დებო, ყველას დიდ მადლობას გიხდით ეს აქ მოგზაურობისათვის. როგორც აქ იქვა, რომ მეტი ადამიანი უნდა შეიკრიბოს, არა მარტო საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენა, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების გადასარჩენა. აქ იქვა და მე უერთდები ამ მოსაზრებას და არა მარტო მოსაზრება ეს, არამედ ეს არის ფაქტი. უკრაინელი პრეზიდენტ ყოფილი სააკაშვილი ებრძოდა ჩვენს ხალხს ციხითა და ტყვიებით. ხოლო ეს პიროვნება და მე არ მიყვარს სახელების და გვარების დასახელება ასეთ შემთხვევებში, მაგრამ აუცილებელია, როგორც ისტორია უნდა შემოინახოს სააკაშვილის გვარსახელი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერის მოძულე და ღვთის მოძულე ადამიანისა, აი ასეთი პიროვნება ამიდან გამწველი. ამ პიროვნებამ გადაწყვიტა, რომ ეკლესიას ღმერთს და ადამიანს ებრძოლოს, რადგანაც ღმერთმა ყველა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება, არჩევანის უფლება. ის კი ამბობს, რომ იძულებითი უნდა იყოს ვაქცინაცია. ის ადამიანი გამხრელიძე ამბობს, რომ ყველამ უნდა აიცრას, ადამიანს არ უნდა აცრა. რატომ ძალადობ ადამიანის თავისუფალ ნებაზე? ეს ადამიანი ებრძვის ჩვენს ხალხს ინექციითა და ტესტირებებით, რადგანაც ჩვენ კარგად ვიცით უკვე და აღარ გავმეორდები იმასთან დაკავშირებით, რამდენი კვლევა დაიდო მეცნიერული ნაშრომებთან დაკავშირებით, თუ რა არის თვითონ ეს ვაქცინა. მე შეგახსენებთ, რომ ცნობილი მეცნიერები, მათ შორის მინდა დავასახელო აუცილებლად კრისტიან პერონი, რომელიც ამბობს, რომ ეს ვაქცინაც არ არის, ეს არის სხვადასხვა კომპონენტებისაგან შემდგარი პროდუქტი და ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგანაც ის დამაზიანებელი ადამიანის ჯანმრთელობას. მე პირადად უერთდები იმ მოწოდებას, რომ ჩვენ თუ გვინდა საქართველოში შეიქმნას მშვიდობიანი ატმოსფერო, აუცილებლად უნდა შეიცვალოს მთლიანად შემადგენლობა COVID ცენტრის. პირველ რიგში უნდა გადადგეს გამხრებიძე და თითოეული წარმომადგენელი COVID ცენტრის. COVID ცენტრში უნდა შევიდნენ ისეული მეცნიერები, ისეთი როგორიც არის ბატონი გიორგი კანდელაკი პროფესორი და ასევე აქ წარმოდგენილი ადამიანები. ეს ადამიანები არიან ისინი, ზრუნავენ და ფიქრობენ ადამიანის გადარჩენაზე. ხოლო ისინი, ის ხალხი პირიქით, მე ვნახე ეს კადრი, შემაძრწუნებელი კადრი სამცხე ჯავახეთში, როდესაც მოხუცებულ ადამიანს ხუთი თეთრ ხალათიანი, ალბათ შავი ხალათები უნდა ეწვათ მათ პრინციპში, რადგანაც მათ ექიმების არაფერი არ აქვს. როგორ აზალებდნენ მოხუცებულ ადამიანს, რომ აწვრილოს. სხვადასხვა მეთოდებით, დაშინებითა და ასევე მოფერებით. და როგორ თავისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულეს ეს ადამიანი, რომ აწვრილოს. ასეთ ადამიანებს საერთო არ უნდა ქონდეს ჩვენ საზოგადოებას. არაფერი საერთო. ასევე მე მინდა ეხლა ნება თხოვნად ჩამითვალონ, გინდათ ჩამითვალონ როგორც მოთხოვნად. აი ეხლა ამ წუთებში უკრაინელი სააკაშვილის დღევანდელ ადგილსამყოფელი და ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდინარეობს პირდაპირი გადაცემა. რატომ არ მიდის ეხლა აქედან პირდაპირი გადაცემა? ნუ თუ აი ამ ფაშისტების ის გამოსვლა იქ არის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისთვის, ვიდრე ჩვენი აქ ყოფნა და აქ გამოსვლა, რომელიც ჩვენ ვებრძვით ამ ხალხს. ერთი სახით იყო წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის დროინდელი ფაშიზმი, დღეს არის გამყრელიძის დროინდელი ფაშიზმი მიმდინარეობს. ამიტომ
კეთილინებეთ და გაუშვით ჩვენი გამოსვლა პირდაპირ ეთერში. რადგანაც ჩვენ არ მოგვეცა საშუალება გადაცემაში მონაწილეობისა, ზემოხსენებულ ვითარებათა გამო, გაუშვით პირდაპირ აჩვენეთ ხალხს, რომ აქ შეკრებილია საზოგადოება და რა სიტყობს, მოკლედ ანონსი მაინც გააკეთეთ. დღეს რას ვითხოვ და ხვალ რა უნდა გავაკეთოთ. ეს თქვენი მოვალეობა, ეს არის ხალხის ხმა და თქვენ ვალდებული ხართ საზოგადოებრივი მამოწყებელი, რომ ხალხს გადასცეთ ჩვენი მიმართვა. ამცნოთ არა ფაშისტების მიმართვები, რომელიც უკრაინელი ფაშისტის გამოშვებასთან არის მიმართული, არამედ ის მიმართვები, რომელიც აქ გაისმის ადამიანის კეთილდღეობისათვის. ჩვენ დავამარცხეთ ერთი ფაშიზმი, ამ ფაშიზმსაც დავამარცხეთ. და პირველი ხდომა, პირველი შეკრება ოღონდ იყო ონლაინ, თუმცა მომავალში იქნება უკვე ფიზიკური შეკრებები. სამეცნიერო კონფერენციის მოსამზადებლად, რომელიც ჩატარდება თბილისში 19-დან 20 დეკემბრამდე და რომელშიც მონაწილეობას მის ორგანიზებაში იღებს ჩვენი ჯგუფი, საერთოდ მე ვარ კომიტეტის წევრი და ჩვენი მოთხოვნით მოყვა ეს ყველაფერი, რადგან დაგვეთანხმა განათლების სამინისტრო ალბათ ნუნუ მიცკევიჩი, რომელმაც გარდა იმისა, რომ თანხმობა მოგვცა, ასევე შეძლო მინისტრიის ბიუჯეტიდან მოიწია სანსები და დაფინანსდა ეს კონფერენცია, რომელსაც ეწოდება სამეცნიერო ფორუმიდან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაწყებული ახალგაზრდა მეცნიერებიდან. მე ვიცი, რომ აქ იმყოფება რამოდენიმე ახალგაზრდა მეცნიერი, დამთავრებული უცხოოვანი და გამოსπილი მეცნიერები და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ სამედიცინო საკითხებით, აქ სხვა საკითხებიც იქნება განხილული. ეს იქნება ტრადიციული ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც ეხლა ეკრება საფუძველი და ეს საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ჯგუფის მოთხოვნით და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოთხოვნით და თანხმობა მივიღეთ, ჩვენ გვაქვს უფლება მოვიწვიოთ უცხოეთი და თუ ისინი დასწამდებიან, რა თქმა უნდა, და შეძლებენ საქართველოში დეკემბრის ბოლოს ჩამოსვლას, ორი უცხოელი მეცნიერი, რომელიც ისაუბრებს და მოხსენებებს გააკეთებს უცხოეთის მონაცემებზე, რაც უკავშირდება აი ამ ვაქცინაციას და ამ პანდემიას. და ბევრ ამას მოეფინება ნათელი, როდესაც საქართველოში ქართველი მეცნიერები საუბრობთ. რაღაცას ზერელად მიყურებენ და გვეუბნებიან კი, მაგრამ თქვენ რომ ამას ლაპარაკობთ, აი ევროპა, აი ამერიკა რა საკეთებს ამ დროს და ასე შემდეგ. აი ზუსტად ამ ქვეყნებიდან ჩვენ ვეცდებით. თუ გამოგივა, რა თქმა უნდა, მათი არ ჩამოყვანა, იმიტომ რომ ეს მოთხრივი თანხმობა უნდა იყოს, ხო? ჩვენ გვაქვს სურვილი, მაგრამ მათგან უნდა გქონდეს თანხმობა. თუ თანხმობა იქნება, განათლების სამინისტრო მზად არის დააფინანსოს მათი ჩამოყვანა, აქ განთავსება და ყველა ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მათ ჩამოყვანასთან. ეს არის ძალიან სერიოზული, წინგადასული ნაბიჯი და ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება კონსტრუქციულად მოხდეს შეთანხმება სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. და ჩვენ ამ გზას მივყვებით და გავყვებით ბოლომდე. აი ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ისეთი ტემპერატურა ამ განცხადებას არ ახლავს, როგორც სხვა დანარჩენ განცხადებებს, მაგრამ თავისი დანიშნულებით, თავისი დატვირთვით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ასე განათლების სამინისტროში შედგება გაერთიანებული შეხვედრა მინისტრის ორ მოადგილესთან, ქალბატონ ნუნუ მიცკევიჩთან და ეკად გებუაძესთან სკოლებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იქნება გაერთიანებული შეხვედრა იმ თემებთან, რომლებიც რატომღაც დღეს საქართველოში ვითარდება, ისე რომ საზოგადოებამ არ იცის, ეს არის აქციებად ცნობილი მოსწავლეების ტესტირებები, რომელსაც დირექტორები თავიანთი ინიციატივით ახდენენ და ამის შესახებ სულ შემთხვევით გავიგეთ ერთ-ერთი მშობლისაგან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ თემებში ჩავთოთ საზოგადოებამ და შემოგთავაზეს, რომ ვიყოთ როგორც მედიატორი ჯგუფი, რომელიც შეძლებს საზოგადოების პირველის მიტანას განათლების პრობლემებთან დაკავშირებით. დღეს კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა, რომელიც არ შედგა დღეს, არ არის დასასრული. ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება, დარწმუნებული ვარ, ეს არის დასაწყისი იმ დიდი ბრძოლის, რომელსაც ჩვენი 2 წლის განმავლობაში ცალსახად მარტივები ვეწეოდით და თქვენი თანადგომა ყოველთვის ჩანდა, მაგრამ დღეს
უფრო ბევრი ვარ და იმედია რომ კიდევ უფრო ბევრი ვიქნები მომავალ ორშაბათს კანცელარიასთან, რადგან შედგეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და ბოლოს მთელი დოკუმენტური მასალა, სამართლებრივი დოკუმენტაცია ცნობილი გახდეს ხელისუფლებისათვის და გამოძიების დაწყებას იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებმაც გამოიწვია ათასობით ადამიანის სიკვდილი და ჩვენ დასრულებული ვიყავით. არ გვყავს არც ერთი ქართველი, რომელიც იმსახურებს ესეთ წამებით სიკვდილს. სამის თვეზე გავეთერმები სამე აქციასები ჩატარდა. რო არ იყოს რაიმე გაუგებრობა, მინდა დავამატო რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ და ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და ჯანდაცვის მინისტრთან, ჩვენ გამოსავალსაც ვეუბნებით ამ ჩიხიდან გამოსვლის უმტკივნეულოს და ძალიან გონიერს. და ეს ის გამოსავალია, რომ ამიდან გამკრელის კასტერი ფულს ვეღარ გააკეთებს თქვენი სიცოცხლის ხარჯზე. იქნება ჯანსაღი, სკოლაც, ბაღიც, უნივერსიტეტში სწავლაც და სამსახურებში სიარულიც. ეს პირბადეები მოიხსნება, ეს დეზინფექციის სტარები მოიხსნება. ჩვენ სათაგვად ყველა უთქუარზე უთქუარი იცებულება ამისი. იმისთანა დოკუმენტები გვაქვს, თვით ამიდან გამკრელიძე საკუთარი თავში ჩაითავს იმ კრამიც. კიდევ ერთხელ მეორე, ვისაც სიცოცხლე წყურია და უნდა ნორმალური ცხოვრების დაბრუნება და წიისვლა. ორშაბათს 5 საათზე კანცელარიასთან და დავინახო რომ ის არ 5 საათზე 17 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან ორშაბათს და რატომ? არ მაინტერესებს აი პირადად მე მთელი ამ 2 წლის განმავლობაში აქციები ვატარებ დირისაცზე, 11-ზე, 12-ზე, 1-ზე, 2-ზე, 3-ზე, 5-ზე, 7-ზე, 8-ზე, 9-ზე არიან ადამიანები, რომელსაც არ მოწონდეს რომელიმე საათი. ყველა რაღაც საათს რაღაცა თავის იდეებით მოარგწეცირა ხალხი არ მოვა. შენ ილაპარაკე იმაზე, შენ მოხვალ თუ არა, სვის ვაგირად რა პასუხს იძლევი. ამიტომ ამაზე მეტი საქმე არავის არსად არაა. ეს არის გადამწყვეტი აქცია. იმდენად რამდენადაც იმ 16 რისკში ისეთი გამკრელიძე მოვა თუ არა აქ, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ შევალთ იმ საათნახევრით და საათნახევრი არის ვისაუბრებთ იქ. მაგრამ ეს არ არის შედეგი. შედეგი არის ის, რომ ხალხი 5-ზე კაცი ალი დიდი პატარა უნდა მოვიდეს და ის მოთხოვნა პრემიერ-მინისტრმა უნდა დაანახოს დანარჩენ მსოფლიოსაც, რომ აი ხალხი ითხოვს. როცა ითხოვს ხალხი როცა ითხოვს, მიიღებს ხალხი იმას. რეკომენდაციები შემდეგ ხდება დადგენილება, რომელიც გამოიცემა ხელისუფლების მიერ. ეს დადგენილება არის ზუსტად ეწინააღმდეგა მოსახლეობას. ამიტომ მოსახლეობას უპირისპირებს გამკრელიძე ხელისუფლებას და ხელისუფლება ბოლოს იმას მიიღებს, რომელიც საერთოდ არ უნდა არავის, არაუნებას, ქაოსს. და ამიტომ ეს საკითხი კარგად გაიგო. და მეორე მთავარი, ეხლა გაჟღერდა რომ მწვანე პასპორტებთან მიმართებაში. საერთაშორისო სამართალთან მიმართებაში მეგეწვით და აგიხსნით. მწვანე პასპორტი ამათმა დაარქვეს. მაგრამ არის ეგრეთ წოდებული აცრის პასპორტი. აცრის პასპორტი საერთაშორისო სამართალში გაიცემა მხოლოდ 2 შემთხვევაში. ეს არის ვინც მუშაობს გემებზე, წყალქვეშა ნავებზე და თეთრინავებზე, რომელიც პილოტები და ასე შემდეგ. და მეორე შემთხვევა არის პირუტყვზე. ეხლა გაითვალისწინეთ, რომელში შევდივართ ჩვენ და როგორ ვიყურებთ გამკრელიძე. ამიტომ თუ ჩვენ არ დაუტეკით წინ და არ ავუტეკით აი ამ სიბიძურეს, ალბათ მალე მოგვაკრავენ იმას, რაც თვითონ უნდა. ეს არის თავარი და კარგად გაითვალეთ, არავითარი მწვანე პასპორტი არ არსებობს, არავითარი კოვიდ პასპორტი არ არსებობს. ეს არის. ეს გამარჯვებაა. იმიტომ რომ არ გამოცხადება დღეს
რამაზანი ამირანის თავის გუნდთან ერთად არის დამარცხება. ეს არის გაქცევა იმ გუნდისგან, რომელმაც მასზე მეტი ინფორმაცია იცის და მასზე მეტად გამარჯვებულია. მასზე მეტად ენდობა მას ხალხი, ერი. და ეს ის გუნდია, მეგობრებო, რომლებმაც ამ 2 წლის განმავლობაში საზოგადოების გამარჯვებისთვის, საზოგადოების ინფორმირებისთვის, თითოეული მოქალაქის დაცვისთვის ძალიან დიდი სამუშაო გაძია. ჩვენი გუნდი იბრძოლებს ბოლომდე, იბრძოლებს იმისათვის, რომ ეს COVID ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში დამთავრდეს და ის ნამდვილად დამთავრდება. დღეს მისი არ გამოცხადება არა მხოლოდ მარცხია, არამედ სირცხვილიც არის, მეგობრებო. სირცხვილი, როცა იმალები, გეშინია, უფთხი, ვერ ბედავ, ამას სხვა არაფერი არ ქვია. მე ვთვლი, რომ დღეს თქვენი აქ დგომა, ჩვენი გუნდის თუნდაც ეთერის გარეშე აქ ყოფნა უკვე დიდი გამარჯვებაა. და რა თქმა უნდა 16-ში იქნება ის ნაბიჯი გადადგმული, რასაც ქვია თქვენი საბოლოო ინფორმირება იმ საოცარი ფაქტებით, იმ სტატისტიკით, რომელიც თქვენ არ იცით, რომელსაც გიმალავენ, ამდენი ხანი გატყუებენ და ცალმხრივად ახდენენ თქვენს ინფორმირებას. ამისთვის იბრძოდა ჩვენი გუნდი და ეს საბოლოოდ მოხდება. რა თქმა უნდა დაველოდებით ეს დღეც დადგება და მერე ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. თუმცა დღეს უკვე დიდი გამარჯვებაა. ილოცავთ ამ გამარჯვებას, ეს არის სიმართლის ზეიმი. არ ემსახურება ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რომელსაც შეგნებულად გიმალავენ და რომელშიც იმ ტყუილში გაცხოვრებენ, მეგობრებო, რომ განახორციელოთ თავიანთი ზაკრული გეგმები. ამ გეგმების გაცხადება მოხდებოდა დღეს იმ დოკუმენტური მასალით, რომელიც ჩვენ გულს ჰქონდა მომზადებული. ასე რომ ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გამარჯვებამდე დასრულდება. კიდევ ერთხელ და საბოლოოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ნუღა გაბედავს, რომ აი ესეთი დონის აქციები, რომელიც უკავშირდება ჩვენი მომავალი თაობისა და ერისა და ბერის ჯანმრთელობას, პირდაპირ ეთერში არ გაუწვას. ამით მაგაანაწენა ელი საპატრიარქო, ელი მოსულის სასულიერო დაცვი და საქართველოს მოსახლეობა. საბოლოოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველმა ხალხმა, ეს იქნება გენერალური დირექტორი თუ იქ მოგალათებული აფსონები და ხალხი, პირდაპირ ეთერით ყოველთვის რადგანაც ჩვენი ჯიბიდან აკრეფილი ფული იხარჯება პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესანახად. ეს კარგად გაიგეთ. გამარჯობათ, მეგობრებო. მოგესალმებით. ველებო, ახლებო, ბევრი ნაცნობი სახეა, ბევრი უცნობი და მიყვარხართ ყველანი, გეხუტებით ყველას და მინდა 1-2 სიტყვით ცოტა პუნქტი შემოვიტანო. გამყრელიძის რეგალიებს კიდევ რამოდენიმე რეგალია მიებადა. ნუ იქ ვითომ ექიმი, ეს ჩვენი რეგალიებია, ჩვენი მინიჭებული. მოძალადე, შიშარა და მატყუარა. გამყრელიძე ხალხში თავის გამოსაყოფი ის არა გაქვს, რა ქვია, საშუალება ვეღარ გამოყოფ. შენ უკვე წააგე. სადაც არ უნდა დაჯდე, ვისაც არ უნდა დაჯდე და როდესაც არ უნდა დაჯდე, შენ უკვე წაგებულ თამაშს ითამაშებ. შენ ამ არ მოსვლით, ამ დებატების ჩაშლით ქართველ ხალხს დაუმტკიცე შენი დანაშაულებრივი ფაშისტური ქმედებები. შენ ვეღარასოდეს ვეღარ იქნები აი ესე თითის დამწკაფუნებელი. მე არც იმას არ გამოვრიცხავ ძალიან ბევრი მწერს და მეკითხება შეზღუდვებზე, რომ გამყრელიძე დღეს იჯდეს მთავრობის ხალხთან და რაღაც გარკვეულ რეგულაციებზე კანონებს ვიქმნიდეს. არა ისე რაღაც აი აქამდე იქამდე არა, კანონების ჩადებით უკვე შეიძლება უარესი ფაშისტური ისინი შემოიტანოს, რა ქვია, ქმედებები ხალხისთვის. ამიტომ საქართველოს გაუმარჯოს გამყრელიძის ფაშისტური რეჟიმის გარეშე. საქართველო ერთია
დედამიწაზე და ის ერთი საქართველო გადაურჩება ამ ფაშიზმს, ამ სადანებს. საქართველოში მაგარი ხალხი ცხოვრობს. ეს ვერ შეაფასა. ვერც ხელისუფლებამ, ვერც გამყრელიძის კლასტერმა მემაგათ ადამიანებად აღარ აღვწეს. იყვნენ როგორც არიან, ცოტა დარჩათ. იმ შემოდგომის ბუზებივით რო არიან, გაწოფებულები და გამწარებულები იციან რომ წააგეს. მსოფლიო მასშტაბით, არა მარტო საქართველოს მასშტაბით. იმიტომ არიან ასეთი გამწარებულები. და სირცხვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს, სირცხვილის კალიდორს მოგიწყობთ ხალხი, თქვენ არ ხართ სახალხო ტელევიზია. მე აქ ბავშვები დავინახე. გამოვუშვით ის ბავშვები ჩემთან გეყვეწებით, პატარა ბავშვები დავინახე. მოდით შვილო. ჩვენ ხო დაგვერიეთ, ხალხო, ჩვენ ხო დაგვერიეთ. აი 12 წლიდან ბავშვები საათრად გვიანონცებენ. ვერ ეღირსებიან. ვაი, ადრეც წინარიმაზე აქციაზე თქვი, დედა გაბედოს, ვინმე მოვიდეს ხალხო, ყველად ვიქცევი და იმედია უფალი შემიდობს. ვინმე გაბედოს, ჩემი შვილების და შვილიშვილების ხელის ხლება. დაწყებულია 17 წლის ბავშვები, მოდათ იქცა, მოდაშია უკვე ხალხო ვაქცინირება. გარბიან, მშობლებს არ ეკითხებიან. აქცი შოფერმა თქვა დღეს, ჩემმა შვილმა აიცრაო და რო ვიცი რაც ელოდებაო, წავედი მეც ავიცერიო, თავი ვერ მომიკალიო. და იმისთვის ავიცერიო, რომ თუ რამეა, მე ჩემ შვილთან ერთად მოვკვდეო რა. აი ამ ბავშვებს პირდებოდი და დღესაც შევხვდები. მოდით შვილო, მოდით. საქართველო თქვენია. საქართველო თქვენია და ჩვენ ამ საქართველოს თქვენ ისეთ გადმოგაბარებთ, რომ მის ბეწვით ვერ ჩამოგიგდოთ ვერავინ. საქართველო ამათია. ამათის გვიხარია ჩვენ ცხოვრება, არსებობა. ყველა ბავშვი ჩვენი მომავალია და რომელ აცრაზე ლაპარაკობთ ხალხო? სად არის? ყოველასაც ვამბობ ყოველთვის, რომ ცოტანი ვარ. ქართველებო, ცოტანი ვართ აქ. ამ საჭირო დროს, ამ საჭირო მომენტში. ნახევარი საქართველო თუ არა, ნახევარი თბილისი მაინც უნდა იყოს გამოსული. რა გჭირთ ადამიანებო, ვისი გჯერავ? ჩვენ თავი არც ერთ არ ვიყვა, 2 წელია. გავკივი ვართ, რომ უკლავენ. გენოციდია, დიახ, ეს არის გენოციდი. აი მანო რა ქვია? გადაწყვეტილება მოიკლო ათრილებში, იმიტომ მოიკლო ხალხი აღარ იცნება. ათრილებში კი სიკვდილიანობა მოიკლო, რადგან ხალხი აღარ იცნება. ერთი იმას ვერ მივახციეთ, ჩვენ არავინ არ გვიდგას მხარში. არც ემიგრაცია, არც სახელმწიფო, ხალხის გაუბედურებულ გამატაკებულ. რომ მივახციოთ ექსპერტიზებს. ერთი გვამის გაკვეთის ნებართვა ვერ მოვიპოვეთ. არ გვაძლევენ ამის ნებართვას. და მიცვალებულების პატრონებსაც ეშინიან და ვიღაცი ეშინიან, მე მაინც ვერ გავიგე. უამრავი შემთხვევაა ისეთი, რომ მიცვალებულები საშინელ მდგომარეობაში გამოყავთ. ამაზე პასუხი ვიღაცამ ხომ დააგოს. ნუ თუ მართლა ასეთი საყრუეთია ეს ქვეყანა, კაცო. მართლა ხმორებას უარყოფია, გახდება. აუცილებლად 16-ში მოვუწოდეთ, გადაეცით, გააზიარეთ ეს ლაივები. ხალხი უნდა მოვიდეს, მაგრამ დღეს აი ამ გამყრელიძის ტყუილს რაღაცა რეაგირება მაინც უნდა მივცეს. ეს ჩემი პირადი აზრია. ქართველი არის მარტო იმიტომ კი არ მიყვარს, რომ ქართველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას ქრისტე უყვარს. ქართველი არის ქრისტესთვის თავგანწირული იყო. არის და მე დღეს დავიჯერე, რომ ასიც იქნება. ყველას კი როცა ამა გაბრიელის სერების დღეს. დღეს დამწყდებული ვარ. ამა გაბრიელის ელახებით მოხდა ეს გამარჯვება, რომ ეს სატანისტი, პოლიტფაშისტი არ მოვიდა, შეეშინდა. იმიტომ რომ ბოროტს სიმართლის ეშინია. ეხლა ისიც ხმამიდა ქრისტეს მიერ წვიფასნო. ჩემო წვიფასებო, დღეს აქ ერი და ვერი ერთად ვარ.
მართლაც, მაგრამ უთოლია ჩვენთან. ერთი რამე ვიცოდეთ ყველა, ქრისტეს მიერ ჩვენთვისებო. დღეს ესაა მსოფლიო ომი დაწყებულია მსოფლიოში და მას ქვია კოვიდ ფაშიზმი. მე არ მეგონა საქართველოში თუ გამოჩნდებოდა ადამიანები მით უმეტეს თეთრი ხალათიანები, რომლებიც თავის ერს შეებრძოლებოდნენ ფულის გამო, იმ ხელფასის გაზმის გამო, რომლის გამოცაც ისინი თავის აიტალაინების გამო, რომელიც მსოფლიო ჯანმრთელობისგან დაცვის სამინისტროდან გამოაგზავნეს პროტოკოლებს რო ეძახიან, როდესაც ექიმს და ექთას არ აქვს უფლება თავისი განათლებისამებრ მოექცეს ავადმყოფს და იცვლებულია ყველას ერთნაირად ჭირებში უმკურნალოს. აქ ჰაიდლაინებითა და პროტოკოლების გამო რამდენი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მე ბავშვებს ვამარჯიშებ, დარაჯვა მითხრა ტესტირების მერე ცუდად გავხდიო და რომ დამარჯინესო 5 დღე არავინ არ შემოსულა ჩემთანო. 5 დღე წარმოიდგინეთ მოხუცებს რა დაემართებათ, რამდენი მოხუცი მოკლეს მასე. დღეს შემოწმებასებო მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რუსეთშიც კი და უკრაინაშიც კი QR კოდები შემოიღეს, COVID პასპორტები და QR კოდები. საქართველოში თუნდაც COVID ფაშისტებს ამის შემოტანა. ეს წინაშე ვამბობ. შეთავს სამთავროებაზე მაღლა ვერასდროს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთ სიტყვებს არ ვიტყვი. წმინდა ათონები მერი პაისის სიტყვებს ვიტყვი. რომ ეს QR კოდი და ის რაც შეხავთ ადამიანების ორგანიზმში, იმიტომ რომ შენ ტრანსფერებული არ ხარ, მარკეტში არ გიშობენ, ტურის სახიდან. სელი ვერ იყიდი, ვერ გავიყიდი, გამოცხადების 13 თავში წერია. იცოდეთ ყველა, ზუსტად ეს QR კოდი, რომელიც ორგანიზმში ოქსიდ გრაფების მეშვეობით შეხავთ, ეს არის ის ხეცის ნიშანი, რომლითაც აღნიშნულია ყველა ვაქცინირებული და რომლის გარეშეც ნათესტუსაც ვერ ვიყიდით საქართველოში მალე. ხალხთა გემუდარებით გამოფხიზებით და ერთ კუპლეტიან ლექს წაგიკითხავთ და დავამთავროთ. ეს რო წავიკითხოთ, ლექსის გაწერა იმ გულის ტკივილმა, იმ გულის ტკივილმა აიძულა, რომელსაც მოვხედავ საქართველოში საწყარი ხალხი უშაქბადობით, ბავშვები სკოლაში უშაქბადობით ცუდად ხდებია. ჩემი მოსწავლეები არიან ესენი. ვარჯიშზე ვარჯიშობთ, ასილავში ერთად არავის არაფერი არ მოსდის. პირდაპირ გაკეთდეს და გულაკისით უშაქბადობით. აბა ეხება იმ მშობლებს, რომლებიც თავშვილების გამო სახლიდან ვერ გამოვიდნენ და კიდევ ეხება. სახეზე არავინ არ მიიღო შეურაცხყოფა. ხო, სახეზე იფხო აკრულებ ერი მიცუნია ჩმორადა დელე სოფირუს შარყილებ ეგარასუროვნებ სწორადა ესტაბროდ იტყვით თლიშია იტყვიცისები ხელადა შპრიცაბროდ იტო ხელშია ენა ჩარჩები სწორადა და ეს არ მინდა რომ მოხდეს. ეს არის პირვადები და ქრისტეს ენდებ და პირვადეს. ქრისტეა ჩოჩო